თუთმა ნაადრევად გაგიჭაღარავდა და ასევე ადვილად გცვივა, მაშინ თმის ამოგრეჯა სწორი გამოსავალი არ არის. მე მესმის რომ მას ძალიან განიცდი, თუმცა გეტყვი, რაც ხრა ისეთი ტესტი შეგიძლიათ ჩააბარო, რომ შემდგომში იმ დარღვევების მკურნალობით, იმ ნუტრიციული და ჰორმონული დარღვევების მოგვარებით, მე უკვე ეს გაჭაღარავება შეანელო და ბუნებრივი ფერი დიდხანს შეინარჩუნა. პირველ რიგში უნდა გახსოვდეს, რომ გაჭაღარავების ყველაზე ხშირი მიზეზი ასაკი და გენეტიკური განწყობაა. თუ ამისგან გენეტიკურად მიდრეკილი ხარ, სამწუხაროდ ამას ბევრი არაფერი ეშველება. და აქვე, თუ ხარ მწევრი, იცოდე, რომ როცა მოწევ, ნიკოტინი თმის ფოლიკულების სისწრაფვებს შეავიწროებს და ასე ხეში შეუწყობს როგორც თმის გაჭაღარავებას, ასევე თმის ცვენასაც, ასე რომ მწეველობის შეწყვეტა სწორი გამოსავალი იქნებოდა. ახლა რაც შეეხება იმ 9 ტესტს, რა უნდა ჩააბარო, როცა თმა ნაადრევად გიჭაღარავდება. პირველი ეს არის ვიტამინი B12, იმიტომ რომ ეს ყველაზე კარგად ასოცირდება თმის გაჭაღარავებასთან, ასე რომ თუ თმა გიჭაღარავდება, ვიტამინ B12 შემოწმებით დაიწყე. მეორე ეს არის შემოწმება რკინის დეფიციტს, უნდა ჩააბარო სისხლის საერთო ანალიზი, ფერიტინი, შაქრის რკინა და ასევე ტრანსფერინი. ამით შენ თავიდან ბოლომდე გამოვავდნენ როგორც რკინის აშკარა დეფიციტს, ასევე ფარულ დეფიციტსაც. მესამეზე იქნებოდა ფარისებრ ჯირკვის დაავადებები, როგორც მათი გაძლიერებული მუშაობა, ანუ ჰიპერთირიოზი, ასევე დაქვეითებული აქტივობა, ანუ ჰიპოთირიოზი. ამ მხრივ შეუძლებს გადამოწყოთ TSH-ი, FT4 და FT3, ანუ თავისუფალი თიროქსინი და თავისუფალი ტრიოთირონინი. არ დაგვაუწყდეს ისეთი იშვიათი ელემენტები, როგორც არის თუთია და სპილენცი, იმიტომ რომ სპილენცი მაგალითად სჭირდება ფერმენტ თიროზინაზას, რომ მან პიგმენტი მელანინი წარმოქმნას თმის ფოლიკულებში, ასე რომ თუ სხეულს სპილენცი აკლია, ნაადრევად გაჭაღარავდები. ვიტამინებიდან ასევე დავამატებდი ფოლიუმის მჟავას და რა თქმა უნდა D ვიტამინსაც. ამათი ნაკლებობაც ასევე ხელს უწყობს თმის გაჭაღარავებას. გახსოვდეს, რომ ზოგიერთი ავტოიმუნური დაავადების დროს თმა მარტივად გარგავს ფერს და ადვილად გცვივა. ასე რომ უნდა გადამოწმო ანაც ანტინუკლეარული ანტისხეული. და ბოლოს ეს არის შემოწმება შაქრიან დიაბეტზე, გლიკოზირებული ჰემოგლობინი და შემოწმება კორტიზოლზე, იმიტომ რომ თუ ხარ ქრონიკულად სტრესულ პირობებში, ქრონიკული სტრესიც ასევე ხელს უწყობს გაჭაღარავებას, მაგალითად, ჩემ შემთხვევაში. გაუზიარეს ჩემს ხევსაც როგორც ხედავ ამ ტესტების ჩაბარებით და ამ დარღვევების აღმოჩენით თუ ჩემმა დროულად მართავთ მოვაგვარებთ გაჭაღარავების შენელება შეგვიძლია.